თქვენ უყურებთ Front Rows პლატფორმზე. მე ვარ შანო და დღეს გადასარევი საღამო გვაქვს. იმიტომ რომ ოჯახი ვართ ერთად შეკრებილი ის ხალხი, ვინც ამ პროექტს ვაკეთებთ პირველი დღიდან. გამარჯობა. მიხარია რომ აქ ხართ. სალამ. თქვენ შემოგევლეთ. მიხარია რომ აქ ვართ. როგორ გძანდებით? მშვენივრად და კიდევ უფრო მშვენივრად ვიქნებით რომ დაუკრავთ და მე ერთმანეთთან რომ ვისაუბრებთ და დღეს კიდე რაღაცებს გავიხსენებთ და რაღაცებს მოგიყვებით და ასე შემდეგ. მაგი კი. დავაი 1-3 ვესი მაშინ. გლიჯოთ. მიდი.
მოდი ახლა რას აი ახალ ალბომზე ვილაპარაკოთ. მოყევით. საიდან, რატომ, რისთვის და რაღაც საინტერესო ალბომი არის ჩემთვის პირადად ძალიან და 1-2 სიტყვა გითხარით. ხარია პირველ რიგში შენთვის თუ საინტერესოა. შარშან ხო? შარშან დავიწყეთ. იდეაში წლის პირველ ნახევარში ამ ალბომზე მუშაობას, რომელსაც ქვია მახე. და გაგრძელდა თითქმის წლის ბოლომდე. და რაცა შემოდგომაზე მე მგონი მზად ვიყავით და თან გამოვუშვით და რაღაც იდეები თავიდანვე გქონდა დაახლოებით რაზე უნდა ყოფილიყო ეს ალბომი და ძირითადად იმ მახეებზეა, რომელსაც ჩვენ თონე ვართ ხოლმე, ჩვენი თავის მსხვერპლი. ძირითადად მაგაზია და მაგმახეზე არის საუბარი და იმ გარემოებებზე და სიტუაციებზე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ თვითონვე ვიქმნით ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ თვითონვე ვყოფთ თავს. და რაც შეეხება დანარჩენს ამ მუშაობის პროცესში არ გქონდა წარმოდგენა თუ გამოვიდოდა ჯამში 8 სიმღერა. ხანახომ ფიქრობთ რომ შეიძლება მეტ ყოფილიყო, ხანახომ ფიქრობთ რომ იპი ყოფილიყო, ან ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ამაზე მუშაობის პროცესში ახალი ტრეკებიც შემოგვეწერა და თან ისეთი ტრეკებიც აღმოვაჩინეთ ძველი თაროზე შემოდებული, რომელიც იდეურად უკავშირდებოდა ამ ალბომს და საბოლოო ჯამში აქ აღმოჩნდით და ამ წითელი გარეკანით, რომელზეც ვაისვერ სამუშაობდა და რომელიც ულამაზესია და მე მგონი მაგ ალბომში ყველაზე მეტად გარეკანი მევასება. აღმოჩნდით აქ, მადლობა ხუდუ. არა, ხუდუს მადლობა, მე ძალიან მომეწონა ეს გარე ვიზუალი ძალიან კაი იყო. და ვინილზე მითხარი 1-2 სიტყვა კიდე. ითქმება მაგაზე. ბოლოს გაჩნდა მაგის იდეა მაგ ყველაფრის ფირფიტებზე გამოშვების ამ ალბომის და ჩვენი ახალი EP-ს ასევე, რომელსაც მანეკენი ქვია და რომელშიც 5 სიმღერა შევა, მაგრამ ჯერ ხალხს მარტო 2 აქვს მოსვენილი და ერთი ესე ვთქვათ დამწყები კომპანია მუშაობს ამაზე, რომლის სახელსაც გაიგებს ხალხი, როცა ეს ყველაფერი გამოიცემა. ჯერ თესტ-კათებს აკეთებენ და ჩვენი ოცნება იყო ფირფიტა გქონოდა და მე მგონი მივაღწიეთ როგორც იქნა აქამდე და თან ძალიან მათი ძალებით და ჩვენი ძალებით და რაღაცა საერთო გამოვა მე მგონი საინტერესო და არ მგონი ახლა ძალიან ბევრი ფირფიტა გამოუშვათ, მაგრამ იმდენი რომ ვიღაცებს ათხოვებენ მაინც და უსვენენ რა. ერთად ყველაფერი გამოვა. ერთად ყველაფერი გამოვა ძმა. როკი მის დღემში. Yes please. 1-3-ს მაშინ. დავიწყო. თუ შეიძლება. და საფად გარბი ხარ შენც რომ გაგესენდეს რისთვის საიტანეს ოდრო არ არის რის და ნახჩედები შენც რომ გაგესენდეს რისთვის საიტანეს კარები კარები და ქვის 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 კარები კარები
არაფერს ეს სურვილები არ მოგანდომებს არც ხვალ არც დღეს დანთე ეს ცეცხლი კარში ნუ მიგვატოვებ ნუ ხვალ ნუ დღეს
ვიტლიკინო ცოტა ეხა აწ. დავარ. ბიჭო, პირველ რიგში მინდა შევეხო შიდა სამზარეულოს და ოჯახში მატება რო გვაქვს, ის მინდა რომ აღვნიშნო და იან კუპრავას ვენაცვალეთ, მამა გაგიმარჯოს. ნოდიკოს გაუმარჯოს და ახალ ბაღანას ოჯახში გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ბედნიერი იყოს და ჯანმრთელი და ლამაზ ახალ და ულამაზეს და უკეთეს საქართველოში ეცხოვროს რა. გვიყვარხარ. მადლობა. ორი ფეხით მეტი ვართ. კი. ორი რაღაცითაც აღარ. ხო, მე გვიგულის ხო რა. რაზე ვიავაზროთ ახლა? რაზე სინა ყველაფერს დაგევაზრები რა. შენ რა გაინტერესებს? შენ რა შვები ვაფშე? მე დღეს ბაიკი ვიყიდე ესეც. მე ვიცი ეგ და ვაფშე კაი ხასიათზე რა. გილოც. შენ რა შვები თუ არა? მე მინდა ბაიკის ყიდვა, მაგრამ ძალიან მინდა. მე დავაი ზაფხული მოდის. აი ჯიუტასგან მივიღებ მე რჩევებს და დაგეწევით მეც. ბიჭო, ცოტა თუ გინდა ამ ყველაფერზე ვილაპარაკოთ ვაფშე. აი აზრია, ეგ. რაც ხდება და რატომაც ვართ აქ და რისთვის და ასე შემდეგ რა. მე პირადად მადლობის მეტი აგერ სათითაოდ ვინც ხართ არაფერი არ მეთქვის და მიხარია და ვამაყობ რომ აქამდე მოვედით. დრო დაჭირდა ბევრი. დრო დაჭირდა, მაგრამ მე მგონი მაგრამ მოვედით ხო რა. მე მგონი ღირდა რა, იმიტომ რომ ხან ომში ვიყავით, ხან ციხეში, ხან იქით, ხან აქეთ, ხან კაროჩი, მაგრამ მოვახციეთ აქამდე. მაგრამ ეხა ვინც აკეთებს ამ ყველაფერს მე ვამაყობ თქვენიც, მადლობა. მე ვამაყობ ჩვენც იმენა. ყველათი, აბგერ ბიჭებითაც და იმ ადამიანებითაც, ვინც ამ წამს იღებენ, იწერენ ამ ყველაფერს და შენც მათ შორის ვისაც ეს ყველაფერი მიყავს და ამ ყველაფერზე ბაზრობს და იმ დღიდან დაწყებული აქ რო შემოვედი და აი აქამდე ნაგავი რო იყო. yes sir დაახლოებით 2 წლის წინ და მადლობა იმ ხალხსაც, ვინც მოგცა მაგის საშუალება, რომ აქ ეს ამბავი გაგვეკეთებია, აქ ეს ამბავი და ამ რაღაცას თვითონ ეგენიც რო ნახავენ, მე მგონი მაგათაც გაუსწორდებათ და არა მარტო მაგათ, მე მგონი ყველას, ვისაც მუსიკა და ზოგადად ალტერნატიული მუსიკა ევასება საქართველოში, მე მგონი ყველას გაუსწორდება ეს ამბავი რა. მე როგორც სმენელისთვის ჩემთვის ერთ სული მაქვს რომ ჩაუჯდე და ყველა ბენდს და ყველა მუსიკოს მოусმინო, იმიტომ რომ მარტო ცნობად სახეებზე არ იქნება ეს ყველაფერი გათვლილი და ისეთ ბენდებსაც და ისეთ არტისტებსაც მოისმენენ, ვინც აქამდე არ უნახავთ, ძალიან ფართო საზოგადოებას არ უნახავს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მადლობა ყველას. როკი მის დღემში. როკი კი. ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ. განაგრძეთ ბატონო.
მეგარი. ეგა ვართ. ტაში ბიჭები. მადლობა. ეს არ იყო უბრალოდ სკაზი, ეს იყო ჩემი ძმაკაცები. როკი. გეხუტი. მადლობა ძმაო რა. მე მიხარია რომ ამას ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ანუ იმენა აი ვამაყობ და მიხარია. მე მიხარია რომ თქვენთან ერთად ვაკეთებთ ამ ამ ყველაფერს. ყველაფერს ერთად რო ვაკეთებთ, ვაფშე თესლიან რა. Yes, Skywalkers, Skazi, Shano, ყველა ვაფშე ერთად ბასა და ყველა ადამიანი და კოჭლა და ყველა ვაფშე ვინც აქ. სითბო იღვენთება გულში. დაფიკო მიყვარხარ. მეც ასე გულში. მადლობა ყველას. ეს იყო front row. ეს იყო სკაზი. კარგ საღამოს გისურვებთ, გვისმინეთ, გამოგვიწერეთ, დააჭირეთ ღილაკს მის დღემში. როკი, დროებით.